გამარჯობა. ეს არის ქორის საუბრები და დღეს ვისაუბრებთ ყველაფერზე ქორის შესახებ, ზოგადად რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, როგორ გაჩნდა იდეა და გაგაცნობთ ჩვენ თავსაც. მე ვარ მარიამი და ეს არის სტატო. როგორ დაიწყო მარიამ ქორი საერთოდ? როგორ დაიწყო? ანუ უკვე ძალიან დიდი ხანია ვარ სპორტშიც და ტექშიც და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია ორივე. და რაღაცნაირად მინდოდა რომ ეს ორი სფერო გამეერთიანებინა საერთო ღირებულებების გარშემო, იმიტომ რომ რაღაც თვისებები რაც გჭირდება სპორტში, რომ წარმატებული იყო, იგივე არის ტექში. და პლუს ერთი გაკვირვება აღმოვაჩინე, რომ მეგობრები, ვინც ჩემი გარემოცვა და კომუნიკის წევრები ტექში, ვინც ასევე სპორტით არიან დაკავებულები, მოკლედ ამ ადამიანების მიმართ განსაკუთრებული ლინკი და კონექშენი მიჩნდებოდა ხოლმე. და ვთქვი, რომ რატომაც არა, რატომაც არ შეგვიძლია რომ ეს დავაფაბლიკოს და უფრო დიდი მასშტაბი მივცეთ. და სხვა ადამიანებსაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში და ასევე ამ აქტივობიდან ბენეფიტი ჰქონდეთ ნეტვორკინგის. ანუ თუნდაც ისაუბრონ თავიანთ მეითებთან ტექსზე სპორტული აქტივობის დროს. ეს იყო initial იდეა და ანუ რატომ დავიწყე? იმიტომ რომ იმდენად რაღაცა excited გავხდი ამ იდეის მიმართ, რომ რაღაცა რო არ დამეწყო, დიდხანს ვფიქრობდი დამეწყო თუ არა, იმიტომ რომ მე რაღაცა ეს public person არ ვარ და ზოგადად კომფორტული არ არის, მოკლედ ჩემთვის ასეთი public აქტივობები, მაგრამ იდეამ არ მომცა რაღაცა სხვა საშუალება, ანუ იმდენად შემჭამა, რომ უოჭველი უნდა გააკეთო. რომ მე შენს მე და ტატო სპორტიდან ვიცნობთ ერთმანეთს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ორივე ამდენი ხანია ტექში ვართ და მაგამდე არ შეხვედრილ ვართ. გავიცინეთ CrossFit-ზე ერთმანეთი და რაღაც ამ თემებზე რო საუბრობდით, იმდენად რაღაც შეიკრა იქ ყველაფერი, რომ ვთქვით, რომ აი რატომაც არა, let's do it. ეგრე იყო. კიდევ რაც მაინტერესებს არის, რომ ტექში როგორც ახსენე დიდი ხანია ხარ, სპორტშიც საკმაოდ მრავალი სპორტი მოსინჯდა, ალბათ საინტერესო იქნება რა სპორტება მიიქცია ყველაზე მეტად შენი ყურადღება და ერთმანეთთან როგორ დააკავშირებდი, რა უნარჩვევებს მოითხოვს ორივე? მე ვფიქრობ, რომ დისციპლინა, რომელიც ორივესთვის აუცილებელია, აი შეუძლებელია ფაქტიურად რომ ტექში დისციპლინის გარეშე კარგი ინჟინერი იყო. თანმიმდევრულობა, აი თუნდაც ის რომ რაღაცა სპორტში ეს გამოიხატება ლეველებში, იმიტომ რომ ნელ-ნელა ყოველდღიურად უნდა გაზარდო წონები ან რაღაცა გაუმჯობესდა. ტექში როცა რაღაც დიდი ამოცანა გაქვს, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება რაღაცა შეგეშინდეს იმდენად რთული ტექნიკური პრობლემა გქონდეს, მაგრამ აი როგორც კი დასფლითავ მაგ ყველაფერს პატარა ამოცანებად მე და თანმიმდევრულად მივყვები, მე უკვე ყველაფერი მარტივდება. და ასევე resilience ან გამძლეობა, იმიტომ რომ კი შეუპოვრობა, აი რო არ იფიქსება ეს ბაგი და რო იცი რომ უჭველი უნდა გაფიქსო, მერე დრო ჭირდება, ანუ მაგ დროის მიმართ მოთმინება, ანუ ყველაფერი ძალიან მეხმარება, ან ორივე ეხმარება, ანუ სპორტის გამოცდილება და ეხმარება და პირიქით. ეგრე. და რა სპორტებმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება და რა გამოარჩევს ან შენთან ხასიათით დაგემთხვა რას ითხოვს ექსპორტი შენგან თუ ანუ ეგეც საინტერესოა როდესაც სპორტს არჩევ. აი რაღაც ბუნებრივად მოხდა, იმიტომ რომ ძალიან სადღაც 19 წლიდან თავიდან დავიწყე ჯიმში ვარჯიში. მაგრამ მე მივხვდი რომ მაინც და მაინც აღარ მომწონდა მარტო ჯიმში ვარჯიში. ალბათ იმიტომ რომ აი community მაკლდა. იმიტომ რომ ეხლა ჩემთვის ვარჯიში არის
აი როგორც საღამოს ბარში გასერთობად მეგობრებთან ერთად მიდიხარ და კარგ დროს ატარებ, ან ჩემთვის იგივე არის CrossFit-ის სესია. და ან რამხელა benefit-ია, რომ რაღაც დალევის მაგივრად ვარჯიშით ერთობი, overall longevity-ის თვის ძალიან დიდი benefit-ი. და ანუ ეგეთ ადგილას რომ მიდიხარ და პლუს ისეთი ხალხი გვხვდება, ვინც აი ბარში რო გავდივართ, ხო რაღაცა ქართულ კომპანიებს ესეთი კულტურა აქვს განსაკუთრების ტექში, რომ ძალიან ხშირად მოკლედ პარისკევებს ატარებენ ხოლმე ბარში და ანუ მაინც ასვლა ფიქრობდი რომ აი რატომ მოგწონს ხოლმე, იმიტომ რომ მგონია რომ რაღაც ვიცით რა community დაგხვდება, ვიცით რა ხალხთან გვექნება კომუნიკაცია და ალბათ უფრო მაგიტომ და წარმოიდგინეთ რომ რაღაც შენთვის საყვარელ სპორტს აკეთებ და ისეთ ხალხთან აკეთებ, ვისთან კომუნიკაციაც ძალიან გისწორდება და პლუს ამ კომუნიკაციას ბევრი ისეთი benefit-ები მოაქვს, რაც შენ სამსახურეობრივ ან პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს, ანუ იდეალური სეტაპი არის რაღაც შენს რიცხვარება, connection-ები და ასე შემდეგ. თან მარტივი არის უკვე ტექ მიმართულებით, როდესაც გამოცდილება გაქვთ ამ ხალხთან უკვე ჩამოყალიბებული გაქვთ ურთიერთობა, დამატებით კიდევ ახალი ურთიერთობა. ან უფრო open ხდები მე ყველანაირი ტიპის კომუნიკაციისთვის. კარგი, ჩემზე ვისაუბრეს და შენ რომელი სპორტი და როგორ აღმოაჩინე? ხო, ბევრი სპორტი მაინც არ მიცდია, ძირითადად ერთი CrossFit-ი რაც იყო. დარბაზში ყოველთვის ვცდილობდი სიარულს და არ გამოდიოდა, მაგრამ CrossFit-ი იყო, რომელმაც ნამდვილად ჩამithრია გუნდური ვარჯიშები და როგორც აღნიშნე CrossFit-დან გავიცანით. და ორი საყვარელი სპორტი, ველოსიპედი და სირბილი, თუმცა ველოსიპედს აქტიურად უკვე აღარ მიწვევ, ძირითადად სირბილი არის. თუმცა სირბილში ძალიან დიდი მიღწევები გაქვს. მიღწევებს ვერ ვიტყოდი, თუმცა ენერგიას ვდება. ალბათ უკეთესი იქნებოდა, რომ მეტი ჩავდო, მაგრამ უკვე ისაც იმ ზღვარზეა, სადაც სამსახური რაღაცა პირიქით ჰობი ხდება და ეგ არ მოწონს, ანუ საზღვრებს უწესებ. თუმცა რეალურად თელესოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტი არის სირბილი, უდაოდ, მაგრამ იმიტომ არის პოპულარული, ყველა ადამიანი რაღაც განსხვავებულს პოულობს და ერთ-ერთი ყველაზე უძველესი სპორტია, რომელიც ბუნებრივად დაყვება. არ გჭირდება დამატებითი აღჭურვილობა, არ გჭირდება შესვლისას ისეთი დონე, ანუ ბავშვიც კი თამაშისას მერე უკვე დარბის რა, ჩვენ მოგზდევს. ანუ რაღაცა რო გამოგეკიდოს რო რამე. ხო, ანუ ან მამონტს უნდა გავეკიდო, ან რაღაცა უნდა რაღაცა ანტილოპი რომ მოგზდევს და ხო, ძირითადად მაგალ. კარგი, კიდე იცი რა მითხარი? აი ტექნოლოგიებს თუ იყენებ სპორტში განვითარებაში და როგორ იყენებ? რაღაც data nerd-ი კატეგორიაში უფრო ვარდები, როდესაც სპორტს ეხება საქმე, რადგან ვცდილობ ყველა ჩემი მეტრიკა, რაც იზომება, გავზომო დაწყებული ყველაზე პრიმიტიული მაგალითად ძილის ტრეკინგით და ძილის ხარჯით, ასევე აქტივობის დროს მარცხენა-მარჯვენა ბალანსი, ანუ შენი ბალანსი გაასწორო, რამდენად ვერტიკალურად მოძრაობს სხეული ყოველ ნაბიჯის გადადგმისას, რომ უფრო ეკონომიური სირბილის ფორმა გქონდეს და დამთავრებული, რა თქმა უნდა, დღევანდელობაში უკვე AI მიმართულებით ძალიან კარგად შეგვიძლია შევაქმნევინოთ სავარჯიშო პროგრამები. ამაში იგულისხმება, რომ ბრმად სავარჯიშო პროგრამა ზოგადად შეგიდგენს, მაგრამ ჩვენ თუ მივცემთ ძალიან დეტალურ ინფორმაციას, რისთვის ვემზადებით, რა კვირაში ამდენჯერ ვარჯიშს ვაკეთებთ, ყოველ კვირა განვაახლებთ ამ ინფორმაციას, პულსი როგორ ქონდა, ასე შემდეგ, შეუძლია ძალიან დეტალური სარბენი პროგრამა შევადგენოთ და ბოლოს შეჯიბრი რაც გქონდა, 3 თვის განმავლობაში ამ პროგრამას ტესტავდი, სვანეთში ქონდა ზაფხულ შეჯიბრება. ანუ შენი პერსონალური მწვრთნელი AI აგენტია ეგრე. იყო. ეხლა სვანერ მოდელს ტესტავ, ჯერ ახალ მომავალში კი, AI აგენტი იქნება. კარგი. კიდევ რა მაინტერესებს, იცი?
ანუ შენ ძალიან აქტიურად იყავი ჩართული რაღაც პერიოდი ტექში, community აქტივობებში, ძალიან ბევრი კონფერენციის ორგანიზატორიც იყავი და ანუ მე მაინტერესებს community-ის წევრობამ ტექში რა მოგცა და იგივე ანალოგს სპორტში თუ გააკეთებდი, თუ ყავს ესეთი community და თუ არ ყავს მაგაზეც ვისაუბროთ, რომ ხო. მე მგონი მანდ ხო რა ძალიან აშკარა რატომაც აქ ვარ შეკრებილები ანუ უკვე სპორტშიც გადავდგეგნავდი, მაგრამ ერთი ნაბიჯით უკან რომ წამოვიდეთ ტექში დამეხმარე რომ ჩემი კარიერა სწრაფად განვიმთავრებინებ და ძალიან ბევრ ჭკვიან ადამიანს შევხვდი და ძალიან ბევრ საჭირო რაღაცა გავიგე და მე ამ ცოდნის გაზიარება დამეხმარა სხვებისთვის რომ სხვა ადამიანები აღმომეჩინა და ჩემს გვერდზე დამეყენებინა და ეხლა ბევრ მათგანთან თანამშრომლობა და კაი მეგობრობა მაკავშირებს. ამას საშუალება მომცა რომ ასევე საერთაშორისო ბაზარზე ტექ მიმართულებით როგორც სპიკერი და ასევე კონკრეტულ ტექნოლოგიაში ცნობადი გამხდარიყავი და სპორტშიც მუდმივად როცა რაღაცას სწავლობ, გინდა რომ გააზიარო. ეს იქნება თუნდაც თეორიული მასალა, ასევე შენი რაღაცა მხიარულება რომ გაუზიარო სხვას. აქ მოდივართ ზუსტად აი კორზე დღეს რატომაც ვარ შეკრებილები, რომ კორი არის ნაწილი, სადაც არ მოგიწევს ცალ-ცალკე სხვადასხვა მიმართულების ხალხის მოძებნა, რადგანაც შენაერი მოაზროვნე რაღაცა უკვე ტექ მიმართულების და კონკრეტული სპორტების მოყვარული ხალხი ერთად არის და დაახლოებით უკვე შესვლითი ბარიერი გადალახული გაქვს და დრო არის რომ ერთად ისიამოვნოთ რაღაცით, ერთად გაუზიაროთ ერთმანეთს ახალი გამოცდილებები. ამიტომ ჩემთვის ძალიან ბუნებრივი განვითარება იყო რომ ეხლა ასეთი community-ის შენება დამეწყო. კი, და მე მგონია რომ კომუნიკაციას და აზრების გაცვლა-გამოცვლას მოაქვს ყველაფერი სიკეთე. გიბიძგებს action-ისკენ, რაც შეიძლება აქამდე არ გაგეკეთებინა და ან რავი ყოველთვის გქონდა გონებაში და გეგმევდი, მაგრამ რაღაცა აი ბიძგი გჭირდებოდა და ზოგადად community-ის წევრობა და ან შენაირი ინტერესების მქონე ადამიანებთან კომუნიკაცია მაგ ბიძგს გაძლევს, რომ გაბედო და გადადგა ნაბიჯი და ეგ არის განვითარების საწინდარი, ასე ვთქვათ. მე მაინტერესებს ამდენ საუბრობთ სპორტზე აშკარად რაც გულანთებული ენთუზიაზმი და კორის მთავარი არსიც ეგ არის რომ ენთუზიაზმი რაც გაკავშირებს სპორტთან და ფიტნესთან. მაინტერესებს აი სამსახურში რაც ჩვენთვის არის ენთუზიაზმი deep focus-ი რაც გჭირდება თქვა რამოდენიმე საათი რომ რთულ პრობლემას ჩავაღმავდე. აი მაგის ეკვივალენტი რა იქნებოდა შენთვის სპორტ მიმართულებით? სპორტში, ანუ მაგის ეკვივალენტი არის კომპეტიშენები, რაც სამწუხაროდ მე მაკლია, იმიტომ რომ ამ სირბილში ბევრად მარტივია მარათონები, რეალურად შენ თავს ეჯიბრები. მე ეგეთ სპორტს არ ვაკეთებ სამწუხაროდ, ან უბრალოდ ვაკეთებ, მაგრამ ეგრე წინ არ ვარ თუნდაც CrossFit-ში, რომ თუმცა მაინც გავდივარ კომპეტიშენებზე, მაგრამ წელიწადში ერთხელ CrossFit Open-ზე, სადაც დიდად იდეალური შედეგები არ მაქვს. და აი ჩემთვის ეგ არის ანუ გონების გამოცდა არის კომპეტიშენი, იმიტომ რომ მგონია რომ აი სანამ კუნძ გონებას უფრო მალე არ შეუძლია ვიდრე კუნძს და მაგიტომ აი გონებას თუ დააჯერებ რომ ანუ რაღაც გადაკეტო ის ფილინგი რომ არ შეგიძლია მე უკვე ფიზიოლოგიურ დონეზე დადის და ცხელს ძალიან ბევრი რამე შეუძლია და აი ეგრე არის ტექშიც რომ აი თავიდან თუ არ შეუშინდები მე რაც უფრო დიდ დროს ხარჯავ პრობლემაზე ნელ-ნელა ნაცნობი ხდება და რეალურად ეგ არის რომ რა გაშინებს რომ ან თავიდან მაგალითად საერთოდ უცნობიერი თემა და შეიძლება რაღაცა ცოტა anxiety გქონდეს რომ ეს ერთ დღეში მაქვს გასაკეთებელი და რა უქნა
მაგრამ ანუ ეგ anxiety ხო არ გიშოლის ეს deadline-ს არ გადაიწევა ერთი დღე ერთი დღე და მაგიტომ მაგ feeling-ებს ვთიშავ ხოლმე ანუ მოცემულობას ვიღებ სპორტში ეგ მოცემულობა არის რომ მაქსიმალურად მინდა რომ კარგი შედეგი დავდო და აი ბოლომდე ვცდილობ რომ აი ჩემი ორგანიზმის მაქსიმუმი დავდო თუმცა ანუ მანდაც რა თქმა უნდა სპორტსმენების ლიმიტი მე არ ვარ სპორტსმენი თავიდან მე ვაქვს მე სპორტსმენები არ ვარ უბრალოდ გვიხარია რასაც ვაკეთებ და გვიყვარს გვიხარია და ძალიან ბევრ benefits ვიღებთ ამ ყველაფრისგან და ხო რა იდეაში გვინდა რომ ჩვენ ადამიანები გავაერთიანოთ და ერთად ვაკეთოთ ძალიან მაგარი ამბები ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ხო და აი კონკრეტულად რას გავაკეთებთ ხოლმე ეგ მოგვიყევი საინტერესო მაგალითად ერთად შეგვიძლია ცადოთ ვისაც არ უცდია trail running-ი შეგვიძლია ერთად წავიდეთ და საინტერესო ადგილები hiking-ი გავუკეთოთ შეგვიძლია პადელი ვითამაშოთ შეგვიძლია ვიცოცოთ კლდეზე როგორც შიგნით ასე როგორც დარბაზში ასევე დარბაზ გარეთ crossfit-იც ვსადოთ რა crossfit-ი აუცილებლად crossfit-ი ჩანიშნულია ცოტა უფრო თბილი ამინდები როცა იქნება შეიძლება უკვე წყლის სპორტებზეც გადასვლა ანუ ჩვენი მიზანია რომ ანუ ეს community საბოლოო ჯამში რაღაცა თვით ორგანიზ გახდეს და იმას არ ველოდოთ მაგალითად კვირაში ერთხელ ან რაღაც დროში ერთხელ როდის დაილონჩება ჩვენი ივენთი თუ რაღაცა პადელისთვის ბადი გაკლია ან ჯიმ პროსეცებ შეგიძლია რომ რაღაც community-ს შიგნით მოძებნო და რაღაც ძალიან open ხალხს ვეძებთ community-ის წევრებად მაგისტვის კიდევ გარდა სპორტული ივენთებისა ჩვენ გვექნება რაღაც თოქების სერია ესე დავარქვათ კორსაუბრები სადაც მოვიწვევთ ჩვენნაირ რაღაცა გულონთებულ ხალხს ვინც არ ესერჩებს სპორტს და ცდილობს განვითარდეს ამ მიმართულებით არ არის აუცილებელი რომ პროფესიონალურ დონეზე უბრალოდ ადამიანებისთვის ისეთ ადამიანებს მოვიწვევთ ვინც რაღაცა ტექში წარმატებულები არიან მაგრამ სპორტიც მათი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილია და გაგვიხარდება თუ გვიყურებთ